რუსეთის შეჭრა უკრაინაში და გრიგორიანული კალენდარი ეს არის რუბრიკა დღის ამბები ისტორიულ ჭრილში მენაბდე მასწავლებელთან ერთად მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერეთ ჩემი არქი. აქვე აღნიშნავ, რომ ამ რუბრიკის მთავარი წყარო არის ქართული ვიკიპედია. მოდი დავიწყოთ. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დაიწყო ევროპაში ყველაზე მასშტაბური ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1592 წელს რომის პაპმა გრიგოლ მე-13-მ ახალი გრიგორიანული კალენდარი შემოიღო. სწორედ ამ კალენდრით ვცხოვრობთ დღეს ჩვენ. 1868 წელს ამერიკის ისტორიაში პირველად დაიწყო პრეზიდენტის ენდრიუ ჯონსონის იმპიჩმენტის პროცედურა. თუმცა აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. 1921 წელს წითელი არმიის თბილისში შემოსვლამდე ერთი დღით ადრე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დედაქალაქი დატოვა და ბათუმში გადავიდა. 1955 წელს დაიბადა სტივ ჯობსი, Apple-ის თანადამფუძნებელი და ციფრული რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. დაიმახსოვრე ტესტებისთვის გრიგორიანულმა კალენდარმა ჩაანაცვლა ძველი სტილის, ანუ იულიუსის კალენდარი, რათა დროის ათვლა ასტრონომიულ წელთან უფრო სუსტი ყოფილიყო. ეს ვიდეო გაუზიარე მას, ვინც აბარებს ისტორიას ან დაინტერესებულია წარსულით. მე მენაბდე მასწავლებელი ვარ, მეტი საინტერესო კონტენტისთვის გამოიწერე ჩემი არხი.